მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში მწვანე ავტობუსები ცენტრალურ კერძო ავტოსადგურში აღარ გაჩერდებიან. გზავრებს ავტობუსის ლოდინი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწევთ. ამის შესახებ ჩვენ რამოდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რაც შემდეგ მერიამაც დაგვიდასტურა. უწყების ცნობით აქამდე მუნიციპალურ ტრანსპორტს ცენტრალურ ავტოსადგურში უფასოდ აჩერებდნენ. თუმცა ავტოსადგურის ადმინისტრაციამ მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხის გადახდა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. როგორც უწყებაში განმარტავენ, სოფლებიდან მომავალი მუნიციპალური ტრანსპორტი ავტოსადგურში აღარ შევა. ავტობუსები მგზავრებს ავტოსადგურის მიმდებარედ ჩამოსვამენ, ახალ მგზავრებს იქიდან აიყვანენ და მოძრაობას გააგრძელებენ. ახალციხეში რუსთაველის ქუჩა ნომერ 12-ში სანიაღვრე არხი დაზიანებულია. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. ახალციხეში რუსთაველის ქუჩა ნომერ 12-ის მიმდებარედ სანიაღვრე არხის ავტომობილო გზის შუაგულში გადის. აქ მცხოვრებლების თქმით, წლების განმავლობაში არხს კურსარულად დამზადებული ცხაურებით ფარავდნენ, რომლებიც ავტომობილების ინტენსიური გადაადგილების გამო ხშირად ზიანდებოდა. ხალხი გვიყვება, რომ შედეგად დაზიანებებს ქვეითებიც იღებდნენ და ავტომობილებიც. ეს გაფუჭდა 5-6 ჩვენ ქუჩაში ჩემი ბიჭი, ბავშვები, მეზობელი ქალი ოპერაცია გაუკეთეს. ისე რომ ძალიან ბევრი დაშავდა, მოდიან ვითომ აკეთებენ წვრილ რაღაცებს აკეთებენ, 2 დღის მერე მანქანები ზეიდან მიდიან. ისევ აგერ თქვენ ნახეთ რა დღეშია ეხლა, ჯერ ერთი ხმაური. ადგილზე მისულებს მოქალაქეები გვიყვებიან, რომ რამოდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სანიაღვრე არხი ნაწილობრივ ამოავსეს, მაგრამ თუ ის სრულად ამოივსება, აუცილებელია ალტერნატიული არხის მოწყობა. არ ვიცი რა გადაწყვიტეს როგორ და მოვიდნენ, რომ დავხუროთ. ჯობია ვიდრე ასე წარამარა ფუჭდება. მე არ ვიცი, მოვიდნენ აგერ გააკეთეს ნახევრად, იქამდე სილა იყო, ნახეთ წვიმამ წაიღო, ისევ ეხლა გახდა ორმო. ყოველ შემთხვევაში, რომელიც კარგია, ის გააკეთონ. ან მოვიდონ, გააგრძელონ, დახურონ, ან რა ვიცი. რის საფუძველზე მიიღეს არხის ამოვსების გადაწყვეტილება და არა არხის ცხაურებით გამაგრება. იგეგმება თუ არა ალტერნატიული არხის მოწყობა. ორდღიანი ლოდინის შემდეგ მერიაში გვითხრეს, რომ არხს გაწმენდნენ და ცხაურებს მოაწყობენ. რაც შეეხება არხის ამოვსებას, გვეუბნებიან, რომ დააზუსტებენ მუნიციპალიტეტმა ამოავსო თუ ადგილობრივებმა. მასალაც შესაბამისად განახლდება. ნინოწმინდაში ძლიერი წვიმის შემდეგ ტროტუარები და ქუჩები დაიტბორა. როგორც ნინოწმინდის მერი ანივარ მოსოიანი გვეუბნება, წვიმას ქალაქის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. ასევე მერს ვკითხეთ, რამდენად საკმარისია ქალაქში არსებული სანიაღვრე სისტემა და იგეგმება თუ არა იმ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა, სადაც ისინი ამ დრომდე არ არის, რათა ძლიერი წვიმის დროს ქალაქი აღარ დაიტბოროს. ანივარ მოსოიანის თქმით, დამატებითი სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება და შესაბამისი პროექტი უკვე არის. ეს იყო ჩვენს ხალხთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვია ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.